აღმოჩნდება თუ არა ტრამპსა და რუტეს შორის გამართული შეხვედრა გრენლანდიის გამო უკიდურესად გამწვავებული ტრანსატლანტიკური ურთიერთობისთვის გარდამტეხი. ამერიკის პრეზიდენტმა უკან წაიღო გეგმა, რომელმაც ევროპის ქვეყნების მწვავე პროტესტი გამოიწვია. დანიის შემადგენლობაში არსებული გრენლანდიის ტერიტორიული საკითხის მხარდამჭერი ევროპული ქვეყნებისთვის ტრამპმა სავაჭრო ტარიფების დაწესება გადაიფიქრა. ნატოს გენერალურ მდივანთან ამერიკის პრეზიდენტის შეხვედრა კუნძულის გარშემო შეთანხმებით დასრულდა. რას ითვალისწინებს გარიგება? დეტალებს მხარები არ აკონკრეტებენ, თუმცა დონალდ ტრამპი ამბობს, რომ დოკუმენტის პუნქტები მის სურვილებს ემთხვევა. როგორ ესახებათ სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძულზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნატოს წევრებს და ვის შემადგენლობაში იქნება მომავალში გრენლანდია? დაოსში შეკრებილ ევროპელ ლიდერებს ტრამპმა უთხრა, რომ გრენლანდიაში ძალას არ გამოიყენებს, თუმცა ანტისარაკეტო სისტემის განსათავსებლად კუნძულზე უარს არ იტყვის. ტარიფებზე უარით ევროკავშირი კმაყოფილია, მაგრამ ცალკეული ევროპელი ლიდერები შეთანხმების მიმართ სკეპტიციზმს არ მალავენ. ახალი შეთანხმების ჩარჩო როგორ გადაწყდა არქტიკული კუნძულის ბედი? გივი ბარამიძის რეპორტაჟი. ევროპაში ვიზიტის მნიშვნელოვანი დრო შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გრენლანდიის კუთვნილების საკითხს დაუთმო და როგორც ჩანს მიღწეული შედეგებით კმაყოფილია. დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ სიახლე გააჟღერა, რომ გრენლანდიის და მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით მომავალი გარიგების ჩარჩო ჩამოყალიბდა. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ტრამპი ამტკიცებს, რომ გრენლანდია უსაფრთხოებისთვის სჭირდება. ჩვენ გვექნება სრული წვდომა გრენლანდიაზე. ჩვენ გვექნება ყველანაირი სამხედრო წვდომა, რაც გვინდა. ჩვენ შევძლებთ გრენლანდიაში საჭირო აღჭურვილობის განთავსებას, რადგან ეს გვინდა. ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. ამიტომ ჩვენ არ მოგვიწევს არაფრის გადახდა. გარდა იმისა, რომ ვაშენებთ ოქროს გუმბათს. ოქროს გუმბათი კი იქნება რაღაც ძალიან საოცარი. ეს იქნება ისრაელის გამრავლება ალბათ 100-ზე და ჩვენ გვჭირდება. ვფიქრობ, რომ გვჭირდება და ეს ყველაფერი შეერთებულ შტატებში დამზადდება. გრენლანდიის კუთვნილების საკითხმა საგრძნობლად გაართულა მდგომარეობა ევროატლანტიკურ სივრცეში. ყინულით დაფარული ჩრდილოეთის კუნძულის გამო ტრამპი ევროპელ მოკავშირეებს ტარიფების დაწესებით დაემუქრა, თუმცა ნატოს ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ ასევე გაირკვა, რომ მიღწეული შეთანხმების გამო ტარიფებს აღარ დააწესებს, რომელიც 1 თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო. მიმდინარეობს დისკუსიები მასშტაბური საჰაერო თავდაცვის სისტემის ოქროს გუმბათის შექმნასთან დაკავშირებით. ნატოს ხელმძღვანელის მტკიცებით, დონალდ ტრამპთან ძირითადად არქტიკის რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა. ფიქრობ, დღეს პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების დროს მივაღწიეთ იმას, რომ შევთანხმდით, რომ ის მართალია და ის მართალია, რომ კოლექტიურად უნდა დავიცვათ არქტიკული რეგიონები, მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს მოლაპარაკებებს გრენლანდიასთან და დანიასთან. როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ შეგვიძლია უზრუნველყოთ, რომ რუსეთს და ჩინეთს არ ექნება წვდომა გრენლანდიის ეკონომიკაზე ან სამხედრო საკითხებზე. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შედეგი იყო. ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, ამას ეტაპობრივად გავაკეთებთ. გრენლანდიის სტრატეგიული მდებარეობა და რესურსების შესაძლოა შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს, რადგან ის ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკამდე უმოკლეს გზაზე მდებარეობს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების ბალისტიკური რაკეტების გამაფრთხილებელი სისტემისთვის. კუნძული, რომლის დედაქალაქი ნუუკი ვაშინგტონთან უფრო ახლოსაა ვიდრე დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენთან, მინერალებით, ნავთობით და ბუნებრივი აირით მდიდარია. თუმცა დასავლური მედიის შეფასებით, მათი განვითარების პროცესი ნელია და შეერთებული შტატების ინვესტიციების სამთო მოპოვებაში ძალიან შეზღუდულია. შეერთებულმა შტატებმა არქტიკულ კუნძულზე არსებული სამხედრო ყოფნის გაფართოების ინტერესი გამოთქვა, მათ შორის რადარების განთავსების კუთხით, რათა დააკვირდნენ კუნძულს, ისლანდიასა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ წყლებს, რომლებსაც რუსული საზღვაო ფლოტის გემები და ატომური წყალქვეშა ნავები იყენებენ. ვფიქრობ, უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ცვლილება არქტიკაში რუსეთსა და ჩინეთს შორის მზარდი თანამშრომლობა იყო და ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვნახეთ. ეს მოხდა როგორც საზღვაო სფეროში ერთობლივი პატრულირების გაზრდით, ასევე საჰაერო სფეროში, სადაც ერთობლივად ახორციელებენ შორმანძილზე ბომბდამშენების პატრულირებას. ამიტომ მათი ერთობლივი აქტივობა ნამდვილად იზრდება. როდესაც ჩვენი კონკურენტები ან პოტენციური მოწინააღმდეგეები ამას აკეთებენ, ეს არის ის, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ფართო მასშტაბით არქტიკა სულ უფრო მილიტარიზებული ხდება. ნატოს წევრი ქვეყნები ჩინეთი და რუსეთი კი აქ აქტივობას აფართოებენ. გრენლანდიაში არის შეერთებული შტატების მუდმივი კოსმოსური ბაზა, რომელიც რუსეთის მოქმედებას აკვირდება არქტიკაში. დანიას აქვს არქტიკული სარდლობა. ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტი რუსეთის უსაფრთხოებისთვის არქტიკაში ცენტრალურ ადგილს იკავებს. ცენტრალურ არქტიკაში რუსეთმა გააძლიერა თავისი სამხედრო პოზიციები და სარაკეტო სისტემები განათავსა. გრენლანდიასთან დაკავშირებით მოსკოვი ამტკიცებს, რომ კუთვნილების საკითხი რუსეთს არ ეხება.
სხვათა შორის დანია გრენლანდიას ყოველთვის კოლონიად ეპყრობოდა და მის მიმართ საკმაოდ მკაცრი იყო, თუ არა სასტიკი. თუმცა ეს სულ სხვა საკითხია და მე ეჭვება რომ ახლა ვინმეს აინტერესებდეს. ეს ჩვენ ნამდვილად არ გვეხება. დონალდ ტრამპის დოქტრინით გრენლანდიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება დასავლეთ ნახევარსფეროს დაცვისთვის, მთავარ საფრთხეს კი რუსეთისგან და ჩინეთისგან ხედავს. ჩინეთი არქტიკაში მთავარ მოთამაშედ იქცა და განაცხადა, რომ სურს შექმნას პოლარული აბრეშუმის გზა, სარტყელის და გზის ინიციატივის მსგავსი, სადაც ყინულის ფენის დნობისას ახალი საზღვაო მარშრუტები ჩნდება. კარნეგის ფონდის მონაცემებით, ჩინურ კომპანიებს აქვთ სამთო პროექტები გრენლანდიაში, მათ შორის რკინის მადნის, იშვიათ მიწების და ურანის მოპოვების მიზნით. ჩინეთი მუდმივად უჭერს მხარს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა განხილულიყო გაეროს წესდებით გათვალისწინებული მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად. ეგრეთ წოდებული ჩინური საფრთხე უსაფუძვლოა. ჩინეთი ეწინააღმდეგება ჰაერი და რაღაცების შეთხზის პრაქტიკას და ჩინეთის პირადი ინტერესების საბაბად გამოყენებას. გრენლანდიის კუთვნილების საკითხი არქტიკაში უსაფრთხოების პოლიტიკის ჩარჩოს გასცდა და ბევრი კითხვა გააჩინა ზოგადად მსოფლიოში არსებულ წესრიგთან დაკავშირებით. ევროპაში ღიად საუბრობენ, რომ ძველი წესრიგი აღარ არსებობს. ამ კვირებსა და თვეებში ჩვენ ახალი ეპოქის მომსწრენი ვართ, რომელიც უკვე დაიწყო. რუსეთის აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ აქამდე ყველაზე მკვეთრი გამოხატულება იყო, მაგრამ ცვლილებები გაცილებით ღრმაა. სტრატეგიული წინდახედულების მქონე ჩინეთმა დიდი ძალების რიგებში გაიქვლია გზა. შეერთებული შტატების გლობალური პოზიცია ეჭვქვეშ დგება და ვაშინგტონი რეაგირებს თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის რადიკალური გადაფორმირებით. ჩვენ დიდი ძალების პოლიტიკის ეპოქაში შევედით. ბოლო 3 ათწლეულის საერთაშორისო წესრიგი, რომელიც საერთაშორისო სამართალზე იყო დაფუძნებული, ყოველთვის არასრულყოფილი იყო. დღეს მისი საძირკველი შეირყა. მსოფლიოში ძალთა ბალანსი იცვლება, რაც გავლენის სფეროებზე კონტროლზე აისახება. ვის რა ერგება ამ გადანაწილებიდან, ამას მომავალი აჩვენებს.